ჩვენს მოღვაწეობაში ერთ-ერთ ყველაზე საამაყო მომენტად დარჩება, რომ ევროკავშირის დროს ჩამოვხსენით და ჯვარი აღმართეთ პარლამენტის წინ როგორც ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში კანონმდებლობა უნდა იქნებოდეს ქრისტიანული სულისკვეთებიდან და არა ევროპული ლიბერალური ფასეულობების იდეიდან. თუ თავიდან 5 ივლისი იყო ამოცანა, რომ აი მანდ დაგარტყამთ, მანდ დემონსტრაციული მარშით გავივლით. შემდეგ აშკარა იყო, რომ მათ უკან დაიხიეს 22 წელს დახურული ღონისძიება გამოაცხადეს თაწმინდაზე. ერთი გამარჯვება ის იყო, რომ ცენტრში ვეღარ ცდილობდა მოწინააღმდეგე ჩატარებას და დახურულ ღონისძიებას აცხადებდა ქალაქის მიღმა, მაგრამ მომავალ წელს 2023 წელს როცა გამოცხადა ლისზე ქალაქის მიღმა, ჩვენი იდეა იყო, რომ იქაც გადაგვეტეხა გარყვნილების ფესტივალის ჩატარების ცდილობა და მაგ დღეს აღკვეთა, რომ მოხდა ამ გარყვნილების ფესტივალის. გასაგები იყო, რომ თუ ქალაქის მიღმაც ვეღარ ატარებენ, გასაგები იქნებოდა, რომ აი მომავალ წლებში, როცა კი არ უნდა ეცადათ, ყოველთვის უფრო და უფრო ადვილი იქნებოდა ჩვენთვის ამის ჩაშლა, ყოველთვის უფრო და უფრო მეტი ხალხი მოვიდოდა. ჩვენი იდეის მხარდასაჭერად, ამიტომ მაგ მომენტში ცხადი იყო, რომ ეს გარდატეხა, გარდაუვალი იყო იმდენად, რომ ხელისუფლების რიტორიკაც კი ჩვენი რიტორიკის თანხვედრისკენ მიდიოდა და სულ რაღაც ნახევარი წელიწადში ამ დღიდან ხელისუფლების რიტორიკა გარდაისახა იმდენად, რომ აი ყველამ დაიწყო ლაპარაკი, რომ ალტინფოიზაცია მოხდა. ოცნების